ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს აგრძელებს. ცოტა ხნის წინ დასრულდა მორიგი დახურული შეხვედრა ოპოზიციურ პარტიასთან კოალიცია ცვლილებისთვის. ოპოზიციონერმა ლიდერებმა სტუმრებს საქართველოში განვითარებული პროცესების დეტალები გააცნეს, მხარებმა ილაპარაკეს ორ პარტნიორ ქვეყანას შორის გაყინული და დაზიანებული ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობებზეც. შეგახსენებთ, რომ დეპარტამენტის წარმომადგენლობა რამდენიმე დღეა უკვე საქართველოში იმყოფება. დელეგაციაში არიან პიტერ ანდრეული, რუსეთისა და კავკასიის საკითხთა ოფისის დირექტორი, ასევე მარკო რუბიუს თანაშემწე ჩარლზ იოკი. დღეს დილით გამართული შეხვედრის შესახებ მეც მოგუყვება ფორმულას ჟურნალისტი ნატალი ჯახუტაშვილი, რომელიც ჩვენს ეთერში შემოუერთდება. ახლა ნატალი, გითხარი, რა განცხადებები გაკეთდა ამ დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ? კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები აცხადებენ, რომ რა თქმა უნდა ვაშინგტონს აქვს ეკონომიკური ინტერესები საქართველოში, თუმცა ამისათვის მას სჭირდება სტაბილური და დემოკრატიული გარემო, სადაც მოქალაქეების უფლებებს არ დაარღვევენ, სადაც ინსტიტუტები იმუშავებს და სადაც სასამართლო სისტემა არ იქნება უზურპირებული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონს აქვს თავისი წინაპირობები და წითელი ხაზები ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული კურსი იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს საუბარი რაიმე ტიპის თანამშრომლობაზე, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერები გამორიცხავენ პრაქტიკულად, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა ვაშინგტონსა და ოფიციალურ თბილისს შორის, ვინაიდან მათი განცხადებით ბიძინა ივანიშვილი არ არის მზად, რომ უარი თქვას რეპრესიებზე და ისინი ასევე ამბობენ იმასაც, რომ კეთილინებით არასდროს კომპრომისებზე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ წავა. დახურულ კარს მიღმა ასევე ისაუბრეს საქართველოს როლზე შუა დერეფანში. ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან, რომ სხვადასხვა ტიპის პროექტი განვითარდეს საქართველოს ტერიტორიაზე, თუმცა ამისათვის შეერთებულ შტატებს სჭირდება სანდო პარტნიორი, თუმცა ასეთი ოპოზიციის თქმით ქართული ოცნება არ არის და ეს ნათელია ყველასთვის. ქვეყანაში ელემენტარულად სასამართლო არ არის, სადაც პოლიტიკური დესტაბილიზაცია ხელისუფლების მიერ მართული, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების მძევლად აყვანის მეშვეობით. უბრალოდ არც ერთი ინვესტორი არ შემოვა, მით უმეტეს ამერიკელი. ამიტომ ამისი მოგვარება, რომ ერთადერთი გზით არის შესაძლებელი, ანუ რუსული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლების გვერდით გაწევით, ეს ჩვენც უთხარით, მაგრამ კარგად ჩანს, რომ მათაც ესმით. მთავარი ინტერესი ეკონომიკური ინტერესის განხორციელებისთვის არის სტაბილურობა ქვეყანაში. სტაბილურობას ქვეყანაში ხელს უშლის ქართული ოცნება და მის უკან მდგომი რუსეთი. ბიძინა ივანიშვილი კომპრომისებზე არ წავიდა ბევრჯერ, არც ახლა არ წავა. ბიძინა ივანიშვილი შეიძლება მხოლოდ აიძულო, რომ ეს გააკეთოს და წავიდეს ხელისუფლებიდან. სხვანაირად ეგ არ მოხდება. ერთადერთი რაც მაგისაც ვერ ხედავ, მაგრამ რაც მოხდეს არის ის, რომ ხელი ჩამოართონ და ფოტო გადაიღონ და ვიდეო გადაიღონ. ეგ არის მაქსიმუმ მაგის იქით. ამერიკას ესენი ამ ქვეყანაში არ შემოუშვებენ. წლები დახარჯეს იმაზე, რომ ეს ქვეყანა იზოლაციაში მოექცია და მათ ინტერესში არ შედის ამ ქვეყნისა და ამერიკის დაახლოება. ეგ არის ზღაპარი. და ამიტომ ვერ მოხდება ეგ. მანამ ვერ შემოვლენ ამერიკული კომპანიები ამ ქვეყანაში, მანამ ამ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და არ არსებობს კანონის უზენაესობა. ამერიკულ კომპანიებზე ლაპარაკი და არა იმაზე, რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე. იმათ აინტერესებთ აქ, რომ მათი ინტერესები დაცული იყოს, საკუთრების უფლება იყოს დაცული. საკუთრების უფლების დაცვას სჭირდება კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო. ბიძინასთან იმაში, რა ქვია, აბასთუმანში არ ირბენს არავინ. ძალა, რომელიც არასტაბილურობის, ძალადობის, ტურბულენციის მთავარი წყაროა, ეს არის ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და ესეც ყველას ძალიან კარგად ესმის. თუ ვინმეს უნდა სტაბილურობა ამ ქვეყანაში, სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ამერიკული ინვესტიციები ამ ქვეყანაში, ეს არის პროდასავლური პოლიტიკური სპექტრი და ქართველი ხალხი და ამას ხელს უშლის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას რეჟიმის წინააღმდეგ და ბუნებრივია, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება მანამ სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება, პოლიტიკური პატიმრები არ დატოვებენ საპყრობილეებს და არ დაინიშნება ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
ამერიკული დელეგაცია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. გუშინ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები. ამ დახურული შეხვედრის შემდეგ ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს ურთიერთობების გადატვირთვაზე და ასევე შუა დერეფანზე, თუმცა არ დაკონკრეტებულა არაფერი, მაგალითად არ ვიცით დახურულ კარს მიღმა რა შეხვედრები, რა გზავნილები ჰქონდათ ჩვენს პარტნიორებს, რა მოთხოვნები წამოუყენეს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა ქართული ოცნების მინისტრს, მანამდე ასევე შეხვედრა გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში, ისინი შეხვდნენ ირაკლი კობახიძეს და ამასთან ერთად გუშინ გვიან საღამოს გახდა ცნობილი, რომ დელეგაცია ასევე იმყოფებოდა საპატრიარქოში, სადაც ისინი შეხვდნენ კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს. ჩვენი ინფორმაციით დელეგაცია თბილისს 29 მაისს დატოვებს.